დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და გვაქვს საშუალება რომ ასე ვთქვათ საგადასახადო სესიის დაწყების პირველსავე დღეს ვისაუბროთ თქვენთან ერთად. პირველი რა თქმა უნდა მაინტერესებს ასეთი საკითხი მე როცა რაღაც ვათვალიერებდი სულ მალე უნდა წესით ყოველ შემთხვევაში რეგლამენტში ასეა გაწერილი მოგიწევთ ანგარიშის წარდგენა პარლამენტისთვის გასული წლის შეჯამებისთვის და მომავალი გეგმების წარდგენა ასევე ხო? Вот ამით დავიწყოთ. რა არის დაახლოებით ის ანგარიში, რას იტყოდით, რას გამოყოფდით იქიდან, რის გაკეთებაც მოხერხდა 2022 წელს, ან იქნების გაკეთებაც ვერ მოხერხდა, ასე ვთქვათ, და არის თუ არა მაგალითად ისეთი რამ, რაც იყო დაგეგმილი და თუნდაც მაგალითად 12 პუნქტზე მუშაობის პროცესმა, რომელმაც სავარაუდოდ შეცვალა გეგმები 2022 წლის სამუშაო პროცესისა, შეიძლება იმოქმედა მათზე და არ მოხერხდა რაღაცების განხორციელება, ხო? Იბატონ, უბრალოდ საღამომშვიდობის მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. ნამდვილად ხვალ მექნება ანგარიში, შევაჯამებთ 2022 წლის საქმიანობას პარლამენტის და ასევე 23 წლის გეგმებზე გვექნება საუბარი. ალბათ ასე შეიძლება გავყოთ ისეთ უხეშად საპარლამენტო საქმიანობა შინაარსის კუთხით, ეს იყო ერთი გახდათ თავისთავად ინტეგრაციის მიმართულება და ამ საკითხებზე მუშაობა. ჩვენ 82 კანონი 270-მდე კანონი იყო ჯამში მიღებული, აქედან 82 კანონი ეხებოდა სწორედ იმ რეკომენდაციების შესრულებას, რომელიც ევროპულმა საბჭომ საქართველოს დაუსახა. ამიტომ ეს დიდი ნაწილი იყო 12 რეკომენდაცია, ამავე დროს ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე კანონ პროექტები, რომლის დროულმა მიღებამაც სხვათა შორის ჩვენ ეს დამატებითი დადებითი შეფასება მოგვცა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ სულ რამდენიმე დღის წინ ევროპული კომისიის მხრიდან კითხვარის შეფასებას გულისხმობ. და მეორე მიმართულება ეს არის ზოგადად, რა თქმა უნდა, უმრავლესობის მხრიდან საარჩევნო პროგრამის განხორციელება მთავრობასთან ერთად და ამისთვის საჭირო კანონმდებლობის მიღება, იმისთვის რომ ერთის მხრივ ეკონომიკური კეთილდღეობა გაიზარდოს ჩვენი მოსახლეობის და მეორეს მხრივ ინსტიტუციური მოწყობა, უსაფრთხოება და სხვა ეს საკითხები, რომელიც ჩვენი საარჩევნო პროგრამის ნაწილი გახდათ. რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი და ხანდახან ამ პოლიტიკურ დებატებში იკარგება ხოლმე ის მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი კანონებისა, რომელიც უშუალოდ ჩვენ მოსახლეობას ეხება ყოველდღიურ საკითხებს. მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონში ცვლილებები მივიღეთ მათ შორის ევროგადახდის სისტემაში მიერთება, რაც მნიშვნელოვანი არის დიასპორისთვის მაგალითად და სხვა კანონმდებლობა და ამის ყველაფრის გვირგვინი, რა თქმა უნდა, არის სახელმწიფო ბიუჯეტი 2023 წლის, რომელმაც უზრუნველყო, რომ იყოს მაგალითად ხელფასების მატება საჯარო სექტორში, იყოს სხვადასხვა პროექტები, რომელიც განხორციელდება ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის სასამართლოში. კი ბატონო, გეგმაში იყო ორი საკითხი, რომელიც ჩემთვის რაღაც გარკვეული თვალსაზრისით საინტერესო აღმოჩნდა. ერთი იყო განათლებისა და მეცნიერების ერთიანი კოდექსის მიღების საკითხი. გულისხმობ წინა 2022 წლის მიმდინარე გეგმაში, ასე ვთქვათ, ხო? და მეორე იყო კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბება და შემდეგი დახვეწა. ამდენად მოხერხდა ამ მიმართულებით მუშაობა და თუ მოკლედ თუ შეგიძლიათ გითხრათ რომ რას გულისხმობდა ეს განათლებისა და მეცნიერების კოდექსი, ერთიანი კოდექსი გულისხმობდა რომ სხვადასხვა კანონებში გაფანტული რეგულაციების ერთ სისტემაში მოყვანას. ამაზე კომიტეტმა წინასწარი სამუშაო დაასრულა და წლევანდელ გეგმაშიც იქნება რომ წლის ბოლომდე ეს კოდექსი შემუშავდეს და ამ მოწვევის პარლამენტმა მიიღოს ეს იყო რას შეცვლის ეს განათლებისა და მეცნიერების რა თქმა უნდა თავად კანონი არ არის რეფორმა როგორც ასეთი ან ეს არის უპირველეს ყოვლისა სისტემატიზაცია კანონმდებლობის ვინაიდან კანონებს შორის სხვაობა და ასისტემურობაც მათ შორის ქმნის პრობლემებს ხოლმე პრაქტიკაში ეს ერთი, თუმცა მეორეს მხრივ, როდესაც ჩვენ კოდიფიცირების პროცესში ვართ ხოლმე და ხდება სხვადასხვა კანონების ერთ სისტემაში მოყვანა, რა თქმა უნდა ეს თავისთავად გულისხმობს ასევე ხელახალ გააზრებას რეგულაციების და ეს თავისთავად უკვე აპრიორი ნიშნავს ისეთ ცვლილებებს, რომელიც პრაქტიკისთვის არის მნიშვნელოვანი. რაც შეეხება რეფორმის დიდ ნაწილს ამაზე თვითონ მთავრობის პროგრამაშიც არის, რომელიც როგორც სკოლამდელ აღზრდას, ისევე სასკოლო და უმაღლეს განათლებას ეხება და აქ არის მიმართულებები, რომელზეც თქვათ ინფრასტრუქტურიდან დაწყებული და პროგრამებით გაგრძელებული მთავრობა და პარლამენტი ერთად ამაზე მუშაობს. კლიმატის ცვლილებას და გარემოს რაც შეეხება, სხვა შორის ეს საკითხია, რომელზეც ჩვენ აი ამ შეფასებიდან გამომდინარე, რომელიც ბოლოს ვიხილეთ ევროკომისიის და გამოჩნდა, რომ აქ მნიშვნელოვანი არის ჩვენ რომ ტემპი ავაჩქაროთ მუშაობის, არის სხვადასხვა
სახის კანონები, რომელიც უკვე არის ინიციირებული, მათ შორის წყლის რესურსების მართვის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი კანონი არის. ამიტომ ესეც არის ჯერ კიდევ შეება ჩვენ დღის წესრიგში, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. კი ბატონო, მოდი მომავალ 23 წლის გეგმასაც შევეხოთ, ასევე მოკლედ. ცხადია, ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაწილი იქნება ალბათ ეს 12 პუნქტის ასე ვთქვათ, გათვალისწინებული რეკომენდაციებით გათვალისწინებული კანონმდებლობის დასრულება, მაგრამ ამის გარდა რაზე გაკეთდება აქცენტები? კი ბატონო. რაც შეეხება თვითონ 12 რეკომენდაციას, აქ ეგრეთ წოდებული ღია საკითხები, რომელიც არის დარჩენილი, არის ერთი ეს გახლავთ არის ორი საკითხი, რომელიც ეხება კანონს არის სასამართლო რეფორმის საკითხი და დეოლიგარქიზაციის კანონი, ორივეზე იცის საზოგადოებამ რომ გავაგზავნეთ ვენეციის კომისიაში და ველოდებით მარტის დასაწყისში იქნება მათი შეფასება და ამის შემდეგ მიუბრუნდებით ამ კანონებს და არის ასევე სახალხო დამცველის არჩევა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა, სადაც ჩვენ დამოკიდებული ვართ ოპოზიციის ხმებზე, ვინაიდან უმრავლესობას არ შეუძლია დამოუკიდებლად ამ პოზიციაზე არჩევა. სხვა საკითხები ალბათ ესეც მნიშვნელოვანია, რაც ასე ვთქვათ დახურულად შეიძლება ჩავთვალოთ 12 რეკომენდაციიდან არის მაგალითად საარჩევნო რეფორმა. ეს ფაქტობრივად უნიკალური იყო თავისი არსით ეს პროცესი, ვინაიდან ფაქტობრივად სრული კონსენსუსით იქნა მიღებული ეს ცვლილებები, მართალია საბოლოო ჯამში ნაციონალურ მოძრაობამ კეჭისყრაში არ მიიღო მონაწილეობა, იმ დღეს ბოიკოტი ჰქონდა, თუმცა მათთანაც გავლილი იყო კონსულტაცია და მათ ყველანაირად ასე ვთქვათ ზეპირი მხარდაჭერა ამ კანონპროექტის მიმართ აქვს და სხვათა შორის ერთ-ერთი მთავარი ესეთი მნიშვნელოვანი ცვლილება რაც იყო ელექტრონული თვრელების შემოტანა მომავალ არჩევნებზე და სადაც იყო გარკვეული სკეპტიციზმი რომ კანონში ვინაიდან ჩანაწერი იყო რომ მინიმუმ 70% ამომრჩევლების მისცემს სხვა და აი 30%-ზე რა ხდება თქვენ იცით რომ სულ რაღაც 2 დღის წინ იყო თუ არ ვცდები ცესკოში ჩატარდა სტომა რომელმაც უბნების შერჩევის ასე ვთქვათ კრიტერიუმები ჩამოაყალიბა რომლის მიხედვითაც ამომრჩევლების 90% 2024 წელს 90% სწორედ ელექტრონული თვლელებით მიიღებს მონაწილეობას და ამ გადაწყვეტილებას ცესკოშიც ასევე თითქმის სრული კონსენსუსით იქნა მიღებული. ამიტომ ეს ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია. ისევე როგორც გენდერულ საკითხებში მიღებული კანონმდებლობა, ისევე როგორც კანონმდებლობა, რომელიც შეეხებოდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ახსულებას, ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის. აი ამ დღეებში მოხდება უკვე ხელმძღვანელის შერჩევა და ჩვენ გვეყოლება ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც თავის თავში გაერთიანებს გარდა პოლიტიკის სტრატეგიების დოკუმენტების მიღებისა, ასევე საჯარო მოხელეების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის საკითხებს და პარტიების დაფინანსების მონიტორინგის საკითხს და ეს სხვათა შორის გახდათ ხანგრძლივი რეკომენდაცია, მრავალწლიანი რეკომენდაცია ეუთო ოდირის, რომ აუდიტის სამსახურიდან გამოსული იყო ეს ფუნქცია პარტიების ფინანსურ კონტროლის მხრივ. რაც შეეხება სხვა საკითხებს და აქაც კიდევ ერთხელ არ უნდა დაგვაიწყოს, რომ ჩვენი ყოველდღიური პარლამენტის და მთავრობის ყოველდღიური საქმიანობა ეხება იმ საკითხებს, რომელიც უშუალოდ მოსახლეობისთვის არის მნიშვნელოვანი და ხანდახან რჩება ყურადღების მიღმა მედიის თუ ზოგადად ასე ვთქვათ დიდი პოლიტიკური დებატებისა. ეს გახლავთ საკითხები, რომელიც და კანონმდებლობა, რომელიც უნდა იყოს მომართული იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა გაუმჯობესდეს. ჩვენ მაგალითად ჩარშან ფარმაცევტიკასთან დაკავშირებული საკითხები და ფასების რეგულირება და აი ამ ტიპის გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც მნიშვნელოვანი არის პარლამენტის ჩართულობა და საკანონმდებლო მხარდაჭერა მთავრობის, აი ეს ის მიმართულებებია, სადაც ჩვენ ვაპირებთ, რომ მხარი დაუჭიროთ მთავრობის პოლიტიკას, რომელმაც ჩვენ საბოლოო ჯამში შარშან 10%-იანი ეკონომიკური ზრდა მოგვიტანა იმის ფონზე, რომ ხედავთ რომ როგორი რთული ეკონომიკური ვითარება ჩვენ რეგიონში. ანუ პრინციპში შეიძლება ველოდოთ რომ აქტიური იქნება პარლამენტის ასე ვთქვათ მონაწილეობა პრემიერის მაგალითად გუშინდელ ასე ვთქვათ განცხადებებთან მიმართებაში, სადაც ჯერჯერობით ეს ინიციირებული არ არის, ეს ყველაფერი უბრალოდ იდეა იყო გაჟღერებული, მაგალითად აი ამ ვთქვათ ფასებთან დაკავშირებით პირველად მოხმარების საგნებზე და ასევე საწვავის და ნავთობპროდუქტების. თავისთავად იმის სამხედრით როგორი ანუ რამდენად არის უკვე რაღაცა გარკვეული მონახაზი იმისა, რომ ამას შეიძლება დასჭირდეს საკანონმდებლო მხარდაჭერა. მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ გამოჩნდა კონკურენციის სააგენტოს მნიშვნელობა, რომელიც თავის დროზე გაუქმდა, შემდეგ შემოღებას ეწინააღმდეგებოდა ბევრი. ჩვენ ვნახეთ, რომ ასე ვთქვათ, წამლების ფასებთან დაკავშირებით და სწორედ კონკურენციის სააგენტოს მიერ დადებულმა დასკვნამ
გვაჩვენა სურათი და გვაჩვენა ასევე გადაწყვეტის გზა და ახლაც ხედავთ თუ კონკრეტის სააგენტომ მოამზადა საკმაოდ სერიოზული ანალიზი და დასკვნა ფასებთან დაკავშირებით და ახლა მოსაფიქრებელი არის გზა როგორ იყოს უზრუნველყოფილი ის რომ ფასები არ იყოს ხელოვნურად გაბერილი. ეს არ არის მხოლოდ ქართული გამოწვევა და პრობლემა, განსაკუთრებით იმ გამოწვევის ფონზე, რომელიც ბევრ ქვეყანას აქვს რუსეთის აგრესიის ომიდან გამომდინარე, ენერგომატარებლების ფასებთან დაკავშირებით ბევრ ქვეყანაში წესდება ზღვრული ფასები, მაგალითად ნორვეგიამ ელექტროენერგიაზე დააწესა ზღვრული ფასები, ნორვეგია, რომელიც თავად გახლავთ წარმოებელი, თქვა ელექტროენერგიის, არის ზღვრული ფასები დაწესებული სხვადასხვა ქვეყანაში და ამას, რა თქმა უნდა, ყურადღებას აქცევს ყველა ქვეყანა, რომ იყოს გარკვეული სამართლიანი ბალანსი ბიზნესსა და მოსახლეობის ინტერესებს შორის. კი ბატონო, ეგ საინტერესო პროცესია, თავისთავად მნიშვნელოვანი იქნება უფრო დარგი სპეციალისტებთან ესე უფრო ჩაშლა ამ საკითხების, იმიტომ რომ მათ შორის საინტერესოა თავად ასე ვთქვათ კონკურენციის სააგენტოს ანალიზის ნახვაც. მე არ მქონია ამის შესაძლებლობა, მედი მაქვს რომ ის იქნება საჯაროდ ხელმისაწვდომი ეს ანალიზი, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია რას ეყრდნობა, როდესაც ესეთი დასკვნა არის, რაზეც საბოლოო ჯამში დაიხლოს თავრობის ასე ვთქვათ გადაწყვეტილებები და ინიციატივები. გადავიდეთ მე მინდა რომ იმ საკითხებზე თუ როგორ მოხერხდება ზოგადად მუშაობა მომავალ პარლამენტში, იმიტომ რომ ერთ-ერთი საკითხი, რის წინაშე შეიძლება ითქვას დღეს დგას პარლამენტი, ეს არის ძალკეული ოპოზიციის განცხადება, ესე ვთქვათ ყველაზე დიდი მანდატების რაოდენობის მქონე მანდატების ოპოზიციის განცხადება იმის შესახებ, რომ იწყვეტს საპარლამენტო საქმიანობას. გასაგები არის, რომ მანდატებს არ თმობენ ამ წუთის მონაცემებით ყოველ შემთხვევაში 100-ია, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს რაღაც 100-დან სხვადასხვაობა თვითონ ამ ჯგუფში, რომ უნდა დათმონ თუ არ უნდა დათმონ მანდატები, მაგრამ რას წარმოადგენს თუნდაც აი ეს პროცესი, რომ გარკვეული ჯგუფი, რომელიც ისედაც არ იყო საკმაოდ აქტიური, თქვენ ახსენეთ, ხო წეღან გარკვეული კანონმდებლობები, რომელშიც თითქოს ეთანხმებიან, მაგრამ არ იღებენ მონაწილეობას და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში რას ნიშნავს ეს პარლამენტისთვის, რომელსაც შეიძლება ითქვას, სადღაც წელიწად ნახევარი აქვს დარჩენილი იმისთვის, რომ იმუშაოს და ის შედეგი დადოს, მომისთვის შეიძლება ითქვას არჩეული იქნა 2020 წელს, ხო? დიახ, სამწუხაროდ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი არც დიდად გამოირჩეოდა აქამდე აქტიური საპარლამენტო საქმიანობით, მათ ფაქტობრივად თითქმის ერთი წელი, ნახევარი წელი მინიმუმ დაკარგეს დასაწყისში, როდესაც ისინი ბოიკოტში იმყოფებოდნენ და შიგ და შიგ იქაც მაინც და მაინც არ გამოირჩეოდნენ აქტიურობას, სხვა შორის ალბათ საზოგადოებას ახსოვს ჩარშან წლის ბოლოს საჯაროდაც გავახმოვანეთ, რომ არასაპატიო მიზეზით გაცდენების გამო 70,000 ლარის ხელფასი დაეკვითა ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომელიც საბოლოო შემდეგ უკვე ქველმოქმედებაში დაიხარჯა პარლამენტის მხრიდან. მაგრამ ეს ციფრის რიცხვს გვაჩვენებს ჩვენ, რომ ასე ვთქვათ, რიცხვში ასახული პასიურობა ოპოზიციის როგორი არის და დღესაც სხვათა შორის დღეს პირველი სხდომა გქონდა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის და ერთია რომ ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა, თუმცა მეორე ნაწილი, რომელიც იმყოფებოდა სხდომათა დარბაზში დასაწყისში, პოლიტიკური განცხადებები სადაც კეთდება და დედლაინები გამოწოდებული მათი. აი ამ ყველაფრის შემდეგ, როდესაც უკვე გადავედით მიმდინარე დღის წესრიგზე, რომლის საკითხიც იყო ერთ-ერთი პარლამენტის კომიტეტების წინაწლის ანგარიშის მოსმენა. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც საუბრობდა იმაზე, თუ რა გააკეთა პარლამენტმა ინტეგრაციისთვის, მის მოხსენებას არ ესწრებოდა არც ერთი წევრი ოპოზიციიდან, არც ერთი, საერთოდ არც ერთი. აი ეს ჩვენებს ერთის მხრივ თუ რამდენად სერიოზულია ევროპასთან ინტეგრაციის საკითხი. ხო, შეიძლება, მაგრამ მეორე მხრივ ეს პრეტენზიები გვესმის ყოველ ჯერზე, რომ ასე ვთქვათ, ინტეგრაციის კუთხით და აი, როდესაც არის მომენტი, რომ მათ მოისმინონ, კითხვა დასვან, შევიდნენ ამ საკითხში დებატში, საერთოდ პასიურები არიან კი არა, არც კი ესწრებიან ასეთ განხილვებს. ამიტომ სამწუხარო ეს რეალობა გვაქვს. ეხლა რაც შეეხება მომავალს, აქ ასე უნდა შევხედოთ. საპარლამენტო უმრავლესობას აქვს. საპარლამენტო უმრავლესობა, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ახლა უმრავლესობის სახელით რომ თქვა, შეგვიძლია მივიღოთ კანონები, რომელიც უზრუნველყოს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას. ამიტომ ამ მხრივ შეფერხება არ გვაქვს. ჩვენ ერთის მხრივ გამომდინარე იქიდან პარლამენტის საქმიანობა არის პარლამენტი არის ერთ-ერთი ის ინსტიტუტი, რომელიც ყველაზე გამჭვირვალედ მოქმედებს და ჩართულობის მაღალი ხარისხი არის და ყველას აქვს შესაძლებლობა, რომ იყოს მონაწილე ამ პროცესებისა და ამავე დროს, რა თქმა უნდა, თვითკრიტიკულებიც ვართ ბევრ საკითხში,
ჩვენ უზრუნველყოფთ, რომ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ღია დისკუსიის შედეგად მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილებები. ამიტომ ოპოზიცია, რა თქმა უნდა, იქნებოდა დიდი დამხმარე, რომ იყოს აქტიური, მაგრამ მათი აქტიურობის გარეშეც პარლამენტი არის ქმედუნარიანი. მე ვიტყოდი, რომ ახლა მნიშვნელოვანი განსაკუთრებით შემდეგი წელიწად ნახევარი არის სწორედ ოპოზიციისთვის და განსაკუთრებით იმ ნაწილისთვის, რომელსაც არ უნდა იყოს რადიკალური დღის წესრიგის ნაწილი ერთის მხრივ და თავს და თუმცა იძულებული არის გარკვეულწილად აღყვეს ხოლმე ნაციონალურ მოძრაობას, ვინაიდან არიან ჯერ კიდევ პატარები და სუსტები. მათ ისინი კი სამწუხაროდ ნაცვლად იმისა, რომ აი ამ პერიოდს იყენებდნენ იმისთვის, რომ აჩვენონ თავის ამომრჩევლეს, თუ რატო უნდა მისცეს მათ ხმა მომავალ არჩევნებზე და ამით გაძლიერდნენ და დაარწმუნონ უფრო მეტი მოქალაქე, რომ ხმა მისცენ, ისინი მაინც ხანდახანდა რიგში ყვებიან. კი ბატონო, მოდით ჩვენი საუბარი გავყოთ რაღაც ასეთი ფორმით, რომ ერთი ნაწილია როგორ უწყობს ან უშლის ხელს, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული რადიკალური ოპოზიციის მოქმედებები საპარლამენტო მუშაობაში და მეორე ნაწილია ალბათ ის ეგრეთ წოდებული სუსტი ოპოზიცია, რომელიც ახლა თქვენ ახსენეთ, მათი ჩართულობა როგორ შეიძლება იყოს წარმოდგენილი, ხო? პირველი დღეს პრეზიდენტის განცხადებაც გამოქვეყნდა, არ ვიცი ნახეთ თუ არა სულ ახლახანს, ხო? ერთ-ერთი, ესე ვთქვათ, ძირითადი პრეტენზია, რომელიც პრეზიდენტს ჰქონდა მიმდინარე პროცესთან მიმართებაში, იყო რაც არ არის ახალი პრინციპი, შეიძლება ითქვას არც მისგან, არც ქალბატონი პრეზიდენტისგან და არც ზოგადად თქვათ სხვა ოპონენტებისგან, თქვენი გარდა ნაციონალური მოძრაობისა, ხო? რომ აი ეს დიქოტომია ნაციონალური მოძრაობას ქართული ოცნების დაპირისპირება ხელს აძლევს როგორც ერთს, ისე მეორეს ამ შემთხვევაში, ხო? ეს ამ ტიპის პრეტენზია მუდმივია, ხო? ანუ მათ შორის პატარა ოპოზიციური პარტიების გარიყვაც სწორედ ამ დიქოტომიიდან გამომდინარე ხდება და არა იმიტომ, რომ რაღაცა ვთქვათ, მათ არ უნდათ რამეში მონაწილეობა. ამ ტიპის პრეტენზია არსებობს. რამდენად რეალურად არ აწყობს ქართულ ოცნებას ნაციონალური მოძრაობის არსებობა, იმ ტიპის არსებობა, რაზეც ხა ჩვენ საუბრობთ, ხო, ხა ზოგადად ეგზისტენციურ საკითხს არ ვსვამ, უნდა არსებობდნენ თუ არ უნდა არსებობდნენ ის ადამიანები, მაგრამ აი ეს ფორმა ამგვარი პოლიტიკური პარტიისა, რამდენად შეიძლება არ აძლევდეს ხელს მართლაც ქართულ ოცნებას. ხო, აი ჩვენ ვისაუბრეთ მაგალითად იმაზე, რომ უამრავი კანონი ადამიანების ყურადღების მიღმა არის დარჩენილი, ხო, რაც იმ პოლიტიკური პროცესის შედეგია, რომელიც ჩვენთან მიმდინარეობს, ხო, ანუ რაც ზედაპირზე დევს, ყველა იმაზე ცდილობს, რომ ილაპარაკოს და ყველა იმის ცდილობს, რომ ეს გააშუქოს და რეალური საქმეები ამის უკან ან კეთდება, ან თუ ვერ კეთდება, არც ჩანს და ასე შემდეგ, ხო? ხო, თავისთავად ეს ახლა გარკვეულწილად ალბათ ღია საიდუმლოებაა, რა თქმა უნდა. როდესაც ყავს ოპონენტად ნაციონალური მოძრაობა მისი წარსულით და მისი აწყლოთი და მომავლის ხედვით, რომელიც აქვს, რა თქმა უნდა, აქ ადვილი არის, რომ წარმოჩინდე უპირატეს მდგომარეობაში. ჩვენ ვაკვირდებით ფაქტობრივად გარკვეულწილად ფარსადი აქციეს პარტიაც და არის გარკვეული, ასე ვთქვათ, როგორ ვთქვა, ანუ პარტიის პროფანაციად იქცა საბოლოო ჯამში ან ბოლო პროცესებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, ქართული ოცნება ამ შედარებაში ყოველთვის ძლიერი იქნება, იყო და იქნება კიდევაც ყოველთვის ძლიერი. და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის, რომ პატარა პარტიები ამ მხრივ გამოერკვნენ და თუ კი ამას ხედავენ და თუ კი ფიქრობენ, რომ შეუძლიათ ჩაანაცვლონ ოპონირებაში ნაციონალურ მოძრაობას, უნდა გააკეთონ. საქმე იმაში არის, რომ მათ არ უნდათ, რომ ეს თვითონ გააკეთონ თავისი ხელით, მათ უნდათ, რომ გარკვეულ სასათბურო პირობებში ჩააყენოს ისევ ქართულმა ოცნებამ მათ. და ეს მოხდა კიდევაც 2020 წელს, როდესაც 1%-იანი ბარიერი დაწესდა იმისთვის, რომ სუსტი პარტიები ჩაყენებული იყვნენ სასათბურო პირობებში, ანუ მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდათ დაბალი მხარდაჭერა, შემოსული იყვნენ პარლამენტში და პარლამენტში მათ შორის პოლიტიკური ჯგუფები შეიქმნა შემდეგ, როდესაც პატარა რაოდენობას დეპუტატებისაც აქვთ იგივე უფლებამოსილება, რაც აქვს ფრაქციას, შეუძლიათ ყველანაირად ეს განახორციელონ, თუმცა ნაცვლად ამისა, აი ამას ვამბობ, რომ ნაცვლად იმისა, რომ ისარგებლონ ამ მომენტით და ჩაანაცვლონ ამ ოპოზიციურ ფლანგზე ნაციონალურ მოძრაობა და აჩვენონ საზოგადოებას, რომ რადიკალური მოძრაობების გარდა არსებობს ასევე ხალხის ინტერესზე აწყობილი პარტიები, აი ნაცვლად ამისა მათ ხედავთ ყოველ ჯერზე, რომ ყველანაირად რაღაცნაირად მაინც ექვემდებარებიან იმ ტრენდს, იმ ნარატივს, რომელსაც აყალიბებს ნაციონალური მოძრაობა, დაწყებული სააკაშვილის საკითხიდან და გაგრძელებული სხვა თემებით. ამიტომ ეს არის დილემა, ეს არ არის ქართული ოცნების დილემა, ეს არის დილემა იმ ოპოზიციის, რომელმაც უნდა თავად გასცეს ამას პასუხი და მე ვფიქრობ, რომ
ესეთი წახალისებები აღარ უნდა იყოს. მათ თავად უნდა იპოვნონ საკუთარ თავში ძალა, გაიმიჯნონ ამ რადიკალურ დღის წესრიგს ისე, რომ ცხადად იყოს ეს ყველაფერი, ზოგიერთი აკეთებს ამას კიდევაც, რომ ცხადი იყოს ეს გამიჯნა და ამავე დროს იყვნენ ძლიერი თავის პოზიციების წარმომადგენლები. კი ბატონო, მაგრამ მოდით ასე შევხედოთ საკითხს. ნახეთ, პროცესები, რომელიც ჩვენთან ვითარდება ხოლმე ხშირად, ასე ვთქვათ, ქართული ოცნებაც თითქოს მიყვება გარკვეული თვალსაზრისით და გეტყვით, რასაც გულისხმობ, ნაციონალური მოძრაობის ნარატივს და დღის წესრიგს. და ამაში ეს გამოიხატება მაგალითად იმაში, რომ მას შემდეგ, რაც მაგალითად ქართულმა ოცნებამ ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს, შემდეგ ის დოკუმენტი იმიტომ დატოვა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ არ მოაწერა ხელი საბოლოო ჯამში, ხო? ასევე ხშირად ისმის ხოლმე საუბარი იმაზე, რომ როდესაც რაღაცა კონკრეტული კანონპროექტი რაღაც რეკომენდაციასთან დაკავშირებით განიხილება, პირველი ვისკენაც ხელის გაშვერა ხდება, არის რომ აი ნაციონალური მოძრაობა არ ეთანხმება ან რაღაც ასე შემდეგ, ხო? ანუ ეს საკითხი თითქოს ძალიან კარგი გამომართლებელი საშუალებაა იმისა, რომ რაღაცა ვთქვათ, რაღაცა გავაკეთეთ. ანუ ჩვენ შესაძლოა მე ამ წუთას არ ვდაობ იმასთან დაკავშირებით, შარლ მიშელის დოკუმენტში უნდა შესულიყავით და შემდეგ უნდა გამოსულიყავით თუ არა. ეს არ არის საკითხი. ანუ თითქოს ეს მოძრაობები, პოლიტიკური გადაწყვეტილებები დაკავშირებულია იმასთან, როგორი რეაქცია ექნება ნაციონალურ მოძრაობას რაღაც საკითხთან დაკავშირებით. ან დაეთანხმება თუ არ დაეთანხმება, ხო? აი მაგალითად რო ავიღოთ იგივე პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში თითქოს ესე გამოვიდა, რომ იმ წესზე ბოლოს ეს ორი პარტია შეთანხმდა, ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა და დანარჩენი პარტიები დარჩა ამ ყველაფრის მიღმა, ხო? ანუ თითქოს ეს პროცესი ამ პარტარა პარტიების გარიყვის პროცესი თავისთავადია, ასე ვთქვათ. ვერ დაგეთანხმებით, პირიქით, ჩვენ რასაც ვცდილობთ არის ის, რომ ეგრეთ წოდებული პატარა პარტიები რაც შეიძლება მეტად იყვნენ ჩართული ამ საკითხებში და ვცდილობთ კიდევ ერთხელ ერთი სხვი პარტიებს რა ანუ პოლიტიკა ეს არის მაინც რა თქმა უნდა კონკურენცია არის და რა თქმა უნდა პარტიებს არ უნდა ქონდეს მოლოდინი რომ მოხდება წახალისება ერთმანეთს თქვა და ზედმეტად ხელშეწყობა მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ რა თქმა უნდა გვძნობთ საჭიროებას იმის რომ არსებობდეს გარკვეული მათ შორის აი იმ თემებზე რომელიც არ არის ის 2-3 თემა რომელიც ასე ვთქვათ თვეებია უკვე არის ასე ვთქვათ თითქოს და პოლიტიკის მთავარი თემები არა და სინამდვილეში სხვა თემებია სალაპარაკო აი ამაზე სალაპარაკო როცა გქონდეს მაგალითად რომ გითხრათ ხანდახან ჩემი თავისთავად შემეთხვია და ვატყობ ჩვენს ოპონენტებსაც და ოპოზიციის წარმომადგენლებს რომ როდესაც ამ ერთ-ორ თემას მოვიტოვებთ გვერდზე და ვსაუბრობთ სხვა საკითხებზე რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების მართლა მონატრებულია ხანდახან ესეთი სახის დისკუსიები და ძალიან ინტერესი არის ხოლმე სხვადასხვა თემებზე რომელიც ზუსტად ასე ჩვენ მოსახლეობას აინტერესებს მაგრამ პრობლემა იმაში არის რომ ნაციონალური მოძრაობა ვინაიდან მას აქვს ფინანსური რესურსი, მედია რესურსი, მას აქვს შესაძლებლობა ასევე რომ გარკვეული დომინირება მოახდინოს ოპოზიციურ ფლანგზე თემების და ამ თემებს ვინც გაცდება შესაბამისად მასზე გქონდეს ზეგავლენის ბერკეტი. კიდევ ერთხელ რაც იცით ხა ჩვენთვის ეს კომფორტია რომ ჩვენ გვყავს სუსტი მოწინააღმდეგე როგორც არის ნაციონალური მოძრაობა. და სუსტი არის კიდევ ერთხელ თავისი წარსულის გამო, თავისი აწყოს და იმ მომავლის ხედვის გამო რომელიც არის სუსტი და ნებისმიერ ამ ორთაბრძოლაში ქართული ოცნება რა თქმა უნდა არის უფრო ძლიერი და ეს შეიძლება გარკვეულ კომფორტს ჩვენ გვიქმნიდეს, მაგრამ შექმნან დისკომფორტი პატარა პარტიებმა. რატომ ყოველ ჯერზე ხდებიან ნაციონალური მოძრაობის ქვეშ? თქვენ თავად ახსენეთ ამ წუთას რაღაც გარკვეული მიზეზი იმისა, როგორ არის თითქმის გამორიცხული იმისა, რომ მათ შექმნან დისკომფორტი. ხო, ერთი არის ფინანსური რესურსები, რომელზეც წვდომა არც თუ ისე ადვილია, მით უმეტეს ესე ვთქვათ, წირირის რესურსების და არც თუ ისე ვთქვათ, დიდარი ქვეყნის პირობებში და მეორე ეს არის ის მედიალური სივრცე, რომელიც მაგალითად ერთის მხრივ არის, ვთქვათ, ასე ვთქვათ, ხელისუფლებისკენ ლოიალურად განწყობილი მედიები და მეორეს მხრივ არის ერთი კონკრეტული პარტიის მიმართ ლოიალურად განწყობილი მედიები, ხო? აი ამ ისევ და ისევ ამ დიქოტომიაში პატარა პარტიების ადგილი თითქოს იკარგება, ხო? ანუ როგორ უნდა მოხდეს? აი პირობითად ავიღოთ, როგორ უნდა მოხდეს ამის გახსნა მაშინ? ანუ კიდე პოზიციების სიმტკიცით. საქმე იმაში არის, რომ პრობლემა და ასევე დეზინტერესი. ან ფიქრობთ, რომ პატარა პარტიას პოზიციების სიმტკიცე აყლიათ? არ აქვს, იმიტომ რომ რა იცით, თუკი როცა ვსაუბრობ, თქვა ფინანსურ რესურსზე, ანუ იმაზე რომ მათ დააინტერესონ საქართველოს მოქალაქეები, რომ ხარი დაუჭირონ, მათ შორის ფინანსურადაც ხარი დაუჭირონ და ასევე დააინტერესონ მედია, რომ მათ იცით რა მედიაზე იმაზე კი არის საუბარი ვიღაცა რამდენი წუთი რომელ მედიაში ჩანს ან არ ჩანს. აქ საუბარია იმაზე მათი თემები
შეიძლება თუ არა მათი თემები დაინტერესდეს მედია, ამას ვაუბრობ მე და მათი პოზიციების სიმტკიცე არის მნიშვნელოვანი, რომ დაანახონ ამ მომრჩეველს ან იმ ჯგუფებს, რომელმაც შეიძლება მათ ფინანსური რესურსიც მისცენ, ისეთი თემები წამოაყენენ, რომელიც მედიას დააინტერესებს და ამას ახერხებენ ხანდახან ხოლმე სხვადასხვა საკითხებით, მათ შორის პატარა პარტიები ამასთან დაკავშირებით, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მტკიცე უნდა იყვნენ თავის პოზიციაში. მე ვატყობ ხოლმე ხანდახან ცდილობენ რაღაც თემით დაიწყებენ, რომელიც შეიძლება სხვა არის და არ ჯდება ნაციონალურ მოძრაობის იმ ძირითად 2-3 თემაში, მაგრამ შემდეგ ისევ მოყვებიან ხოლმე ამ საერთო კალაპოტში, რომელიც არ მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას გულისხმობ ამ შემთხვევაში, არ მხოლოდ პარტიას ნაციონალურ მოძრაობას, არამედ გულისხმობ ამ ჯგუფებს შორის, არამედ მათ შორის არასამთავრობო სექტორის გარკვეულ ჯგუფს, რომელიც ასევე ცდილობს, რომ დომინანტური თემები კონდეს, რომელიც მას აქვს და ამის იქით გასაქანი არ მისცეს სხვა თემებს პოლიტიკურ დისკუსიაში. ამიტომ რაც რთული ახლა მე მრჩევლად ვერ გამოვდგები და მაგრამ უბრალოდ რასაც ხედავ, რაც მე ასე ხანდახან ვცდილობ როგორც მოქალაქის თვალით შევხედო ამ საკითხს ხოლმე, მე რასაც ვხედავ, ეს არის პოლიტიკური არასიმტკიცე გარკვეული პოლიტიკური ჯგუფი. მრჩევლად არა, მაგრამ ერთი საკითხი, რომელიც ასე არსებითია ამ შემთხვევაში, ხო? სულ არსებობს რამდენიმე საკითხი ამ წუთას განსახილველთაგან, რომელშიც შესაძლოა ქართულ ოცნებას ესაჭიროებოდეს პატარა პარტიების ჩართულობა. ასეთი შეიძლება იყოს წეღან ახსენეთ, ხო, სახალხო დამცველის საკითხი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკითხი, პროკურორის არჩევის წესი და ასე შემდეგ. ხო, ანუ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ის გადაკვეთის წერტილები, სადაც შესაძლებელია კარგი გაგებით პოლიტიკური ვაჭრობა ოპონენტებთან, ხო? და ამგვარი ცოტა, ანუ რეალურად ქართულ ოცნებას არანაირი ინტერესი არ აქვს ეს რო ავიღოთ, რომ ძალაუფლება გაუნაწილოს ვიღაცას, რატო უნდა გააკეთოს ეს მე არ მესმის ხოლმე, როცა ისინი პრეტენზიას აცხადებენ, რომ ძალაუფლება უნდა გაგვინაწილოს, რატო უნდა გააკეთოს ეს არ მესმის, იმიტომ რომ რაღაც პოლიტიკურ თეორიაში გარჯდება, რაღაც არაფერი არ ხსნის ამას, მაგრამ თლიანობაში მოდით ასე შევხედოთ, აი ამ პერსპექტივიდან შევხედოთ ამ საკითხს, რომ აი მაგალითად ავიღოთ ეს პოლარიზაციის დაძლევის საკითხი თვითონ ქართული ოცნების მხრიდანაც ხშირად არის წარმოდგენილი როგორც პოლარიზაციის დაძლევა ნაციონალურ მოძრაობასთან. მაშინ როცა მე მეჩვენება, რომ შესაძლებელია გარკვეული თანამშრომლობის პერსპექტივების გაჩენით, ეს საკითხი დღის წესრიგიდან იყოს ამოღებული იმავე თქვათ ჩვენი პარტნიორებისთვის პრეზენტირებული, როგორც აი მაგალითად აი ყველა დანარჩენი პარტიასთან ეს პრობლემა არ დგას, დგას ერთ პარტიასთან, ხო? და ამით დავამთავროთ ეს საკითხი, წერტილი დაუსვათ ამას, ხო? აი სწორედ და კარგი მაგალითიც მოიყვანეთ, როცა სახალხო დამცველის არჩევა ახსენეთ, სწორედ აქ გულისხმობ მე სიმტკიცეს პოლიტიკური პოზიციების. სახალხო დამცველის არჩევის პროცესი წინა წლის ბოლოს აი არის საუკეთესო სასკოლო მაგალითი იმის, რომ აღწეროთ რაშია პრობლემა. ჩვენ ვნახეთ, რომ პატარა პარტიები, ეგრეთ წოდებული, რამდენად ექცევიან არა მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობის გავლენის ქვეშ, არამედ გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფის გავლენის ქვეშ. პირდაპირ, ასე ვთქვათ, პირდაპირ ეთერში უყურებდით, რაც მოხდა, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ დაასახელა თავისივე რიგებიდან 3 კანდიდატი და იქვე ეს ყველაფერი იქცა ულტიმატუმად, რომ იქნება ან ეს 3 კანდიდატიდან არჩევა, ან სხვა დანარჩენი ნიშნავს ალიანს ქართულ ოცნებასთან, გარიგებას და ასე შემდეგ. ამას პირდაპირ ეთერში უყურებდით პარლამენტში, ეს პატარა პარტიები რამდენად, ასე ვთქვათ, მოექცნენ ამის გავლენის ქვეშ, როგორ უნდათ ერთის მხრივ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომელიც თავის ამორჩევლებს წინაშე აქვს და მათ შორის რეკომენდაციების შესრულების კუთხით ყოფილიყო შეთანხმება, მაგრამ მეორეს მხრივ როგორ ვერ გაცდენ ერთი ნაბიჯითაც კი ამ 3 კანდიდატს და აი ეს აჩვენებს, აქ არის ცოტა სიმტკიცე და ამაზე მე თქვი კიდევაც, რომ ეს აჩვენებს რას, რომ სამწუხაროდ აი ეს პატარა პარტიები ალბათ შეიძლება ამ რესურსების გამოც უფრო მეტ ანგარიშს უწევენ პოლიტიკურ ჯგუფებს, გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციების თავადაც რო ეძახიან გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების აზრებს და არა საკუთარი ამომრჩევლების აზრებს. და ეს არის რასაც მე ვიცით რა მინდა გითხოთ, აი ეხლა კარგი მაგალითია მართლაც და აი ნახეთ თქვენ ყავთ 93 დეპუტატი. უმრავლესობას. სახალხო დამცველის გაყვანის საკითხი შეიძლება 90, ხო? ესე იგი პირობითად ავიღოთ რაღაც გარკვეული, არ ვიცი, შეიძლება დეტალები გამორჩენილი მაქვს იმ პროცესიდან, მაგრამ გარკვეული თვალსაზრისით რაღაც განცდა მაქვს იმისა, რომ მაგალითად გირჩი და ევროპელი სოციალისტები არ წავიდოდნენ არასამთავრობოების დაძახილზე და მათ კანდიდატებს არ დაუჭერდნენ მხარს, რაც ჯამურად თუ ავიღებთ 91 დეპუტატი გამოდის. ხო შეიძლებოდა ამ საკითხის გატანა?
გირჩმა სხვა ტაქტიკა არჩია, მათ საკუთარი კანდიდატი ყავდა დამტვერს არავის არ უჭერდნენ და ამ ხრივ ასე ვთქვათ ასე გამოეთიშნენ პროცესს და ასე ვთქვათ არ ჩაერიენ ამ საკითხში. თუნდაც გირჩთან ხო შეიძლება შეთანხმება იმაზე რომ თუ ასე შევხედავთ ფრაქციას მართალია ჩვენ ახლა უმრავლესობაც არ გვაქვს, მაგრამ უმრავლესობაში საპარლამენტო უმრავლესობაში 83 მანდატი არის და თითქოს და ბევრი ხმა არც არის საჭირო, მაგრამ აი ეს არის სწორედ პრობლემა რომ და მათ შორის განწყობაც იყო თანამშრომლობის, მაგრამ პრობლემა ეს იყო, რომ იმ სამ კანდიდატს ვერ გაცდა ვერავინ ვერც ერთი ნაბიჯით. აი ეს არის რეალობა, სამწუხაროდ. ჩემს მიერ დასახელებული ჯგუფებით? მათ შორის თქვენს მიერ დასახელებული ჯგუფებით, არ ვიცი, ზოგ სხვადასხვა, მაგრამ საბოლოო ჯამში ის უმრავლესობა, რომელიც შეიძლება შეკრებილიყო, ნუ ხედავდით, რომ ვერ დგებოდა, იმიტომ რომ ხა ხედავდით ჩვენ ესე ვთქვათ რა განწყობაც იყო პირდაპირ ასე ვთქვათ დამონათება პარტიების, რომ მათ თუ არ გაყვებიან ვთქვათ აი ამ სამ კანდიდატს, რომელიც რამდენიმე ჯგუფმა არასამთავრობო ორგანიზაციის დაასახელა, იქნებოდა ეს პირდაპირ ალიანსი ქართულ ოცნებასა და რაც თავარია, აი აქ მივდივართ ყველაზე თავარ აბსურდთან. და ეს მე უთხარი კიდევაც ჩვენს პარლამენტის წევრებს საჯაროთაც, რომ ყველაზე მაღალი გავლენის თუ არ ვიცი მე ფინანსური თუ სხვა შესაძლებლობის არასამთავრობო ორგანიზაციასაც კი აქვს უფრო დაბალი ლეგიტიმაცია ვიდრე ყველაზე დაბალი საარჩევნო შედეგის მქონე პარტიას პარლამენტში. მათ უფრო მეტი ლეგიტიმაცია აქვთ ერთი მანდატის რომ კონდეთ, მათ უფრო მეტი სახალხო ლეგიტიმაცია აქვთ ვიდრე რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციას და ეს მიკვირს რომ პატივი უნდა სცენ უპირველეს ყოვლისა საკუთარ ამომრჩევად და თავისუფალი მანდატი ასევე გულისხმობს და საკუთარ გადაწყვეტილებაში იყვნენ თავისუფალი და არა რაღაც და იყვნენ თავისუფალი ზეგავლენისგან. და როდესაც ესე ღიად ჩანს რომ ზეგავლენის გამო თავისუფლად ვერ იღებენ გადაწყვეტილებას, ეს რა თქმა უნდა იმედგამოწურებელი და აქ ვამბობ, რომ ეს არის გზა იქითკენ რომ ბოლოს მიუბრუნდნენ ისე რომ თუ შეიძლება რაღაცნაირად ასე ვთქვათ გაკვეული ბენეფიტები მოგვეცით, დაბალი საარჩევნო ბარიერი და ისე უნდა წაახალისოს ასე ვთქვათ კანონმდებლობამ, ისე რომ თავად თითითიცე არ დააკარონ იმისთვის რომ გაიზარდონ ელექტორალური მხარდაჭერა. კი ბატონო შალო, მოდით ესე პირდაპირ მივიდეთ კითხვასთან, ხო, იმიტომ რომ უვლი წრეს, ასე რომ ვთქვათ, ერთი საკითხი საბოლოოდ გასარკვევთ, მე თქვენ შეეხეთ გარკვეული თვალსაზრისით ამ ნაწილს, როცა აღნიშნეთ, რომ ნაციონალური მოძრაობის მსგავსი პარტიის ყოლა ოპოზიციაში კომფორტს წარმოადგენს მართველი გუნდისთვის, მაგრამ მოდით ასე შევხედოთ ამას ყველაფერს. ეს კომფორტი ქართულმა ოცნებამ მიიღეთ როგორც ასე ვთქვათ, ისე რომ ეს გვეკუთვნის ეს კომფორტი და ამის დარღვევა არ იქნება სწორი, არ დავარღვევთ ამას, ეს ესე ვთქვათ, ათვისებულია ეს კომფორტი, თუ მაინც არსებობს რაღაც ელემენტები, რის გამოც ამ კომფორტის დარღვევა ღირს, ხო? აი მაგალითად, კიდევ ერთხელ ვახსენებ პრეზიდენტის განცხადებას, ისიც მიუთითებდა იმაზე, რომ ეს ვთქვათ, რა ქვია, ეს დიქოტომია, ეს პოლარიზაცია საქართველოს რეპუტაციას არღვევს, ანგრევს, დემოკრატიისთვის პრობლემურია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე პერსონალურად მგონია, რომ ამ ტიპის დაპირისპირებები ზოგადად პოლიტიკურ სივრცეში დემოკრატიისთვის არ არის ჯანსაღი და ის პრობლემას წარმოადგენს რეალური დემოკრატიული პროცესისთვის, იმიტომ რომ საზოგადოების მართლაც ყურადღების ქვეშ მიღმარჩება ის, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ხო? ანუ რაიმე мотиваცია არსებობს, რომ ქართულმა ოცნებამ თავისი ინიციატივა დაარღვიოს და ინიციატივით დაარღვიოს ეს კომფორტი, რომელსაც ქმნის ნაციონალური მოძრაობა თავისი არსებობით. ორი რამე არის მნიშვნელოვანი. ერთი, ზოგადად ადამიანი, რა თქმა უნდა, ისწრაფვის ჰარმონიისკენ და მეტი კონსენსუსისკენ, ვიდრე დესტრუქციისკენ. ამიტომ, რა თქმა უნდა, როგორც ადამიანი, ისე პოლიტიკური ორგანიზაციაც და ორგანიზმი მოწოდებულია იმისკენ, რომ უფრო სიმშვიდეში და ჰარმონიაში იყოს და გადაწყვეტილებებიც უფრო ბევრისთვის იყოს მისაღები, პოლიტიკური გადაწყვეტილებები, საკანონმდებლო გადაწყვეტილებები, ვიდრე ყოველ გადაწყვეტილებას ჰქონდეს, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ასე ვთქვათ, კონფრონტაცია გამოიწვიოს. ეს ერთი და მეორე, ხელისუფლებაში მყოფ პარტიას კი განსაკუთრებით ინტერესში არის მის ინტერესში, რომ იყოს სიმშვიდე, სტაბილური გარემო, იმიტომ რომ ხელისუფლებაში მყოფი პარტიის ერთ-ერთი ინტერესი არის მისი, ვინაიდან მას აქვს უმრავლესობა, მისი საარჩევნო პროგრამის განხორციელება. რაც უფრო შვიდი გარემო არის, რაც უფრო ჰარმონიული შეიძლება იყოს გარკვეული თანაარსებობა, მით უფრო კარგი ხელისუფლებისთვის, იმიტომ რომ დესტაბილიზაცია, დესტრუქცია, რადიკალიზმი პირიქით ეს არის ის, რაც არ უნდა ხელისუფლებას. ამიტომ ეს არის ჩვენი ბუნებრივი ხელისუფლების ბუნებრივი მოთხოვნილება, რომ იყოს თანხმობა. და პირიქით, ოპოზიციის გარკვეულწილად ბუნებრივი მოთხოვნა არის, რომ შეიტანოს დისონანსი, აჩვენოს საზოგადოებას ცუდი მხრიდან ხელისუფლება, ეს რაღაც ბუნებრივი ნაწილიც კი არის და
ჩვენ და ეს არის სწორედ პოლარიზაციის მომენტი შეიძლება, მაგრამ ჩვენ პოლარიზაცია სინამდვილეში პრობლემა არ არის ჩვენთან, ვინაიდან პოლარიზაცია ზოგადად თანამედროვე პოლიტიკის ნაწილი არის, შევხედოთ ნებისმიერ ევროპულ, თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებში შევხედოთ და ბოლო არჩევნებს ამ ნახავთ პოლარიზაცია ეს არის ჩვეულებრივი ნაწილი. ჩვენი პრობლემა ამაში კი არის, რომ ეს არის ბუნებრივი ნაწილი მოთხოვნილება ოპოზიციისო გარკვეული დისონანსი შეიტანოს. ჩვენი პრობლემა არის რადიკალიზაციაში. ჩვენ გვყავს სამწუხაროდ ყველაზე ძლიერი ჯგუფი ოპონენტებისა, რომელიც არის უბრალოდ რადიკალური დღის წესრიგი აქვს. და საქმე იმაში არის, რომ პრობლემა აი ამ დიქოტომიის იმაში კი არ არის და იმიტომაც ვერ ყვეულობ გამოსავალი, იმიტომაც ვერ მოიძებნება და პრეზიდენტის ასეთი მოწოდება, თქვა ორივე მხარის მიმართ, იმიტომ შედეგი იმიტომაც არ მოაქვს, რომ სინამდვილეში ამ ასე თქვა დიქოტომიის, ცუდი დიქოტომიის განმაპირობებელი არის ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგი. და რადიკალიზმთან ვერც სამართლებრივი სახელმწიფო ვერც ხელისუფლება კომპრომისზე ვერ წავა. ეს არის ეს რადიკალიზმი, რომელსაც უნდა დათმოს პოზიცია და უარყოს რადიკალიზმი. აი ეს არის სწორედ ამიტომ რომ ჩვენ როდესაც დეპოლარიზაციაზე საუბრობენ ხოლმე, თითქოს საუბარია რომ არის შუაში რაღაც წერტილი, რომლისკენაც თუ კი ავიღებთ ამ ორ პოლუსად, ასე ვთქვათ, ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას, ორივე უნდა იმოძრაოს და სადღაცაც შუაში უნდა შეხვდეს. სინამდვილეში ესე არ არის. სინამდვილეში ცენტრი ეს არის სახელმწიფო და მისი დემოკრატიული ინსტიტუტები, პარლამენტი, მთავრობა, ასე შემდეგ და არის პოლიტიკური ორგანიზმი ნაციონალური მოძრაობის სახით, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიად გვევლინება, რომელიც ამ ცენტრიდან არის გასული რადიკალიზმში. არის გასული ამ გარკვეული, ასე ვთქვათ, სივრციდან, დემოკრატიულიდან. და აქ კომპრომისზე ვერ წავალთ ჩვენ და ცენტრის ღერძს ვერაუღებთ. კომპრომისი არის სწორედ რადიკალები არიან, ვინც უნდა დათმონ რადიკალურ დღის წესრიგს და დაუბრუნდნენ დემოკრატიულ კალაპოტს და აღიარონ ბატონო, მაგრამ არ გეჩვენებათ, რომ ქართული ოცნება ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს თუნდაც იმ პარტიას, რომელსაც რადიკალურს ეძახის. ახლა რა გითხრათ, ხა ჩვენც გარკვეულწილად იქიდან გამომდინარე თემები, რაც არის ხოლმე პოლიტიკური, გინდა თუ არა გიწევს ამაზე საუბარი, მაგრამ ყველაზე საინტერესო იცით რა არის? წეგანაც ვამბობდი, რომ 2-3 თემა, რომელიც არის ბოლო 1 წელს შევხედოთ, რომელიც დომინირებს როგორც მედიაში, ისე პოლიტიკურ დისკუსიაში, ხომ? არის 2-3 თემა მართლა. და ერთის მხრივ შეხედოთ, შეიძლება თქვა, რომ ხომ არ იხარჯება ზედმეტად ხელისუფლებაში მყოფი პარტია ამაზე ამ საკითხებთან დაკავშირებით საუბრით, რეაქციით და ასე შემდეგ. ეს რომ იყოს ჭარბი, ზედმეტი რეაქცია, ჩვენ არ გვექნება ამავე დროს 10%-იანი ეკონომიკური ზრდა. აი სწორედ ეს 10%-იანი ეკონომიკური ზრდა, ის პროექტები, რომელიც ხორციელდება, აჩვენებს იმას, რომ ამ ყველაფერი ზედაპირული დისკუსიის, რომელსაც შეიძლება საზოგადოება უფრო ხედავს, ვინაიდან მედია უფრო ამ ჭრელ და ყვითელ საკითხებს აქცევს ყურადღებას, ამის მიღმა მთავრობა, პარლამენტი მუშაობს და ამ მუშაობის შედეგი ჩანს, ხომ? და გარკვეულწილად ეს არის ჩვენი ერთადერთი რაც ჩვენ გვაწუხებს არის არა ის რომ ჩვენ დრო არ გვაქვს რომ ვიმუშაოთ ამ საკითხებზე. ჩვენ გვაწუხებს ის რომ ის რაზეც მიდის მუშაობა საზოგადოებამდე შეიძლება არ მიდიოდეს ან საზოგადოება ვერ იყოს ამაზე ბოლომდე ინფორმირებული, იმიტომ რომ სხვა თემებით აკავებენ მათ აზროვნებას, მათ ფიქრს. თორემ ის რომ ამის მიღმა, ამ ზედაპირის მიღმა არის დიდი სივრცე, სადაც მიდის მუშაობა ყოველდღიური, მათ შორის ჩვენი ყველა საჯარო მოხელის და აი გავიხსენებ იმ კითხვას, რომელიც ჩვენ გადმოგვეცა, როდესაც კანდიდატის საკითხად როცა განაცხადი გავაკეთე და გავიხსენებ იმ აჟიოტაჟს, პანიკას, რომელიც მაშინ აწყდა, თუ გახსოვთ, რომ განსაჯარო კითხვარი ჩაგვთეთ ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციების მის შევსებაში, ჩაგვთეთ ოპოზიციის შევსებაში, თქვენ ვერ შეავსებთ, ყდა როგორი გაკეთებიათ, ულამაზოა, ასეთია, ისეთია. ხომ ნახეთ, რომ აი იმ კითხვარის როგორ პროფესიონალად იყო შევსებული, როგორი შეფასება მიიღო ამ ყველაფერმა. ამიტომ ამ ყველაფრის მიღმა, აი ამ მაშინდელი ამ ასე ვთქვათ, აჟიოტაჟის მიღმაც ხელისუფლება, საჯარო მოხელეები სკრუპულოზურად მუშაობდნენ და შედეგიც ამიტომ დაიდო. მესმის, უბრალოდ ნახეთ როგორი საკითხია, რომ მათ შორის რაც ახლა თქვენ ჩამოთვალეთ, იმავე კითხვის საკითხი იქნება ეს თუ ეკონომიკური ზრდის საკითხი იქნება თუ ასე შემდეგ. აბსოლუტურად ყველაფერზე შესაძლებელია მართლაც და საქმიანი კრიტიკა და კამათი. რომ რამდენად ეგ საკმარისია, რამდენად ეგ სწორია, რამ სხვაგვარად ხო არ შეიძლება ამის ყველაფრის გაკეთება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და სწორედ ამ ტიპის დისკუსია იკარგება იმ პროცესში, რომელიც პროცესის წინ არის წამოწეული და ეს
ეს აჩენს იმ, ასე ვთქვათ, პრეტენზიებს ქართული ოცნების მიმართ, რომ მას აწყობს ნაციონალური მოძრაობის ხმაური, ასე ვთქვათ, და ის მუდმივად ყვება ამ ხმაურში ნაციონალურ მოძრაობას, ხო? ანუ ისიც პასუხობს, ყველა მათგანცხადებას პასუხობს, ყველა ის პროცესი, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას უკავშირდება, არის მათ შორის იმ მედია საშუალებებით აქტიურად გაშუქებული, რომელიც თავს, ასე ვთქვათ, წარმოაჩენს როგორც მართველი გუნდის, ვთქვათ, მომხრედ თუ ასე შემდეგ. ხო, ანუ ეს მთელი სისტემა არ აძლევს შესაძლებლობას ნაციონალური მოძრაობის მიმართ ინტერესი განელდეს. ხო, იმიტომ რომ აქ ყველამ ჩვენ თავს უნდა შევხედოთ, ყველა ვართ ამაში დამნაშავე თუ მონაწილეები, და რაც თავარია, ეს დასკვნა გამოაქვს ბევრს. მათ შორის ოპოზიციასაც გამოაქვს დასკვნა, რომ რაღაც თემებით არის და ძირითად თემებს კიდე მოცდენილი ვარ თითქოს ამაზე საუბარს. და აქაც გარკვეული, ასე ვთქვათ, საინტერესო იმ ხრივ არის, რომ ყველა ხვდება, რომ ის 1-2 საკითხი თუ 2-3 საკითხი, რომელსაც ცდილობენ, რომ დააკავონ ჩვენი ყურადღება, ჩვენი მოსახლეობის ყურადღება დააკავონ და ჩვენ თუ კი ჩვენი დანაშაულიც, ასე ვთქვათ, ყველა ჩვენ მოქალაქე ჩვენი არის იმაში, რომ შეიძლება ამას ხვებით და ვაკავებთ ჩვენ აზრს ამაზე ფიქრით, მედია ამ საკითხებით ინტერესდება და გარკვეულწილად ვართ მონაწილენი ამ, ასე ვთქვათ, გარკვეული ცრუ ნარატივების, რომელიც შექმნილი არის და მათ შორის ცრუ დილემების, რომ შევხედოთ მაგალითად მიხეილ სააკაშვილის საკითხს. ეს არის ტიპიური პროპაგანდისტული ინსტრუმენტი, რასაც ჩვენ ახლა ვაკვირდით, ეს არის ცრუ დილემა, რომელშიც ცდილობენ განსაკუთრებით ბოლო 2 თვის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ოფიციალურად დადასტურებულია, რომ ჩვენ ვართ პირდაპირ სამიზნე ლობისტური PR კამპანიის, ეს ვიცით დოკუმენტალურად ნახეთ ხომ, ხელშეკრულება გამოგვეყნა კიდევაც, რომ საქართველო არის სამიზნე, ასე ვთქვათ, პროპაგანდისტული კამპანიის, რომლის მიზანიც არის მიხეილ სააკაშვილის დახსნა ციხიდან. ხედავთ ჩვენ, ცრუ დილემების დაყენება ხდება, რომ მიხეილ სააკაშვილი თუ ევროკავშირი და ასე შემდეგ. აი ესეთი ცრუ დილემებით თქვენ უბრალოდ რომ ამგვარი დილემა არ არსებობს? არა, რა თქმა უნდა. აი ეს არის სწორედ ტიპიური ცრუ დილემა, რომ თითქოს არჩევანი უდგას. არ არის დაკავშირებული კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან მაგალითად. როგორ შეიძლება დაკავშირებული იყოს სისხლის სამართლის დამნაშავის საკითხი იყოს დაკავშირებული ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციასთან. აი ეს არის ცრუ დილემა. ჩვენ ხედავთ ხა სპიკერები ვინც არიან, როგორც არის ცდელობა გარკვეულწილად ამ ცრუ დილემის წინაშე დაყენების, ხელისუფლების, მათ შორის პრეზიდენტის დაყენების ამ ცრუ დილემის წინაშე, რომ თითქოს არსებობს ეს არჩევანი, აი აირჩევ ახლა შენ აი ამ გზას, თუნდაც შეწყალების გზას და მაშინ იქნება ევროკავშირში, რა ვიცი, წევრობის კანდიდატის სტატუსი, ხომ? აი ეს ცრუ დილემები არის, რომელიც არის თუ კი ამისგან ცოტა, ასე ვთქვათ, განზე გავალ და შევხედავთ, ალბათ ბავშვურად დაყენებული არის კიდევაც ეს. მაგრამ საკმაოდ მაღალი თანამდებობის ადამიანები აკეთებენ მსგავსი ტიპის შინაარსის უпростоრად პირდაპირ ესე პირდაპირ სიტყვებით არა, მაგრამ თითქოს მინიშნებით, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებულია, ხო? ამ მნიშვნელობა ხო არ აქვს ამას ვინ ამბობს. მნიშვნელობა არის რას ვამბობ და რაზე არის საუბარი. რა მნიშვნელობა აქვს ვინ იტყვის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის დემოკრატიის თვალსაჩინო წარმომადგენელი, როცა ვიცით რომ მან ხელი დააფარა სანდრო გრიგოლიანის მკვლელებს, როცა ვიცით რომ მან დაორგანიზა დეპუტატის ცემა, როდესაც სამი საქმე არის, რომელიც მიდის მის წინააღმდეგ და მან აღიარა. მან სასამართლოს ხდომაზე თქვას აღიარა, რომ ის ბიუჯეტის საიდუმლო ასე ვთქვათ თანხიდან აფინანსებდა საკუთარი შვილის სწავლას კერძო სკოლაში. მან ეს აღიარა და ჩვენ რო ამბობთ ვთქვათ სხვადასხვა მათ შორის ევროპელი პოლიტიკოსების მის მიმართ ხარდაჭერა, აი ეს ადამიანები დღეს ჩვეულებრივად საუბრობენ მასზე როგორც რაღაც დემოკრატიის გარკვეულ წარმომადგენელზე, ადამიანი რომელიც აღიარა, თავად აღიარა, ეს არის მიუტევებელი ცოდვა ნებისმიერ ქვეყნის, გულისხმობ დემოკრატიული ქვეყნის პოლიტიკაში, რომ საკუთარი ოჯახის წევრი შვილის დააფინანსო მისი სწავლა ბიუჯეტის, ჩვენი ფული აიღო და დააფინანსა საკუთარი შვილის სწავლა. და თან აღიარებს ამას და ამბობს, რომ ნიჭიერი ბავშვი იყო და რატო უნდა დამეფინანსებინო და ჩვენ ახლა გვაიძულებენ, რაც ყველაზე საინტერესო არის, ჩვენ გვაიძულებენ ამ ყველაფერს ახლა ასე შევხედოთ შვიდად და ვთქვათ, რომ ხო, პრინციპში, მაგრამ მან ხომ დემოკრატია და ასე შემდეგ და არ ვიცი, რაღაც ესეთ საკითხებზე გადაიტანონ მსჯელობა. აი ეს არის ჩვენ ვართ კიდევ ერთხელ სამიზნე, ჩვეულებრივი სამიზნე პროპაგანდისტული კამპანიის და აქ თავარი არის რომ ვიყოთ ფხიზლად და ეს ცრუ დილემები არ დავიჯეროთ. კიდევ ერთი კითხვა, ასეთი გარკვეული თვალსაზრისით პირდაპირ.
ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან არის გარკვეული თვალსაზრისით ვინმესგან მაინც მოთხოვნა იმისა, რომ მაგალითად პოლარიზაციის საკითხი პირდაპირ გადიოდეს ნაციონალურ მოძრაობაზე, ან რაღაცა კანონმდებლობის საკითხებს ეთანხმებოდეს ნაციონალური მოძრაობა, თორე ისე არ იქნება ჩათვლილი როგორც შეთანხმებული პოზიცია ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. არა, რა თქმა უნდა, ეს არადოსა პირიქით არის უფრო საუბარი, რომ იყოს თქვა თანამშრომლობა სხვა პარტიებთან ან ასე შემდეგ, არა, ეს რა თქმა უნდა არ არის დაკავშირებული ასე არც საჯაროდ ან სხვა საუბრებში, მაგრამ პრობლემა სხვა რამეში არის, რასაც მე გეუბნებოდით, არის ის, რომ ნაციონალური მოძრაობა მისი გავლენებიდან გამომდინარე ოპოზიციურ ფლანგზე ის ახერხებს ხოლმე ყოველ ჯერზე კრიტიკულ მომენტში, რომ თავის ნარატივში გადაიყვანოს სხვა ოპოზიციური პარტიები. სახალხო დამცველის არჩევა შესაძლებელი იყო ნაციონალური მოძრაობის გარეშე, მაგრამ შეუძლებელი იყო ვინაიდან ნაციონალური მოძრაობა მაინც ახერხებს სხვა მეთოდებით, ხან არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვით, ხან მედიის ჩართვით, სხვა მხრივ ზეწოლით პატარა პარტიებზე, რომ ისინი მათ ასე ვთქვათ, ისინი ყველანაირად დაიყოლიოს თავის რადიკალურ წესრიგში და მათ არაჩვენონ კონსტრუქციულობა ამ. კი ბატონო, და კიდევ ერთი ესეთი კითხვა, მიხეილ სააკაშვილის ესე ვთქვათ გათავისუფლება არ გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით. მე მესმის, რომ ეს თქვენი კომპეტენციის ფარგლებში არ შემოდის, როგორც საპარლამენტო მუშაობის და ასე შემდეგ, მაგრამ რადგან პოლიტიკურ თემატიკაზე საუბრობთ და ეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია დღეს, რომელიც შეიძლება ეს მოხდეს და არ მოხდეს. ჩვენ ვიხილეთ, რომ რაღაცა მომენტებში ყოფილა შემთხვევები, როდესაც ქართული ოცნებას მოუწია მისთვის ასე ვთქვათ, არც თუ ისე მომგებიანი ნაბიჯების ყოველ შემთხვევაში დაანონსება. ეს იყო მაგალითად პროპორციული არჩევნების დათანხმება და ეგრეთ წოდებული ბუნებრივი ბარიერის თემის შემოტანა 2019 წელს. ეს იყო მართალია ეს საკონსტიტუციო ცვლილებები არ გავიდა და ჩავარდა, მაგრამ იყო ეს ინიციატივა და ეს იყო რაღაცა პროცესის შედეგი, ხო, რაღაც გარკვეული ასე ვთქვათ აქციები ქუჩაში და ალბათ გარედანაც რაღაც გარკვეული მითითებებით და ასე შემდეგ. ეს იყო მე შემდეგ შარლ მიშელის დოკუმენტი, რომელიც ასევე ითვალისწინებდა ჩემი აზრით, მაინც აღარაც ვახსენეთ, მაგალითად პოლიტიკური თეორიისთვის გაუგება რამეს, რომ ძალაუფლება გაუნაწილო მათ, ვისაც ეს ძალაუფლება ხმების შედეგად არჩევნების შედეგად არ ეკუთვნის, ხო? მაგალითად ესეც რო ავიღოთ. ხო და ესეც მოუწია ქართულ ოცნებას, ესეც გარკვეული თვალსაზრისით ისევ საბოლოოდ არ დასრულდა ასე, მაგრამ მოუწია თავის დროზე. არის შესაძლებლობა, რომ ქართულ ოცნებას რაღაციდან გამომდინარე მოუწიოს მიხეილ სააკაშვილის გაშვება ქვეყნიდან ან რაღაც ასე შემდეგ. ზოგადად ესეც გარკვეული ასე ვთქვათ ცრუ არჩევანის შექმნილი ცრუ არჩევანია თითქოს ქართული ოცნება უნდა წყვეტდეს ახლა ამ საკითხს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. არა სინამდვილეში საკითხი არის მარტივად სასამართლო პროცესი იყო, რომელიც მის ჯანმრთელობის მხრივ ასე ვთქვათ მის შესაძლო მისი ჯარის შესაძლო გადავადებას ეხებოდა, სასამართლომ იმსჯელა, იყო ფაქტობრივად ერთ-ერთი გამორჩეული პროცესი თავისი გამჭვირვალობით, თავისი ღიაობით, ლამის პირდაპირ ეთერში, ლამის კერა და პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ყველაფერი მოისმინა და აი ამ ყველაფრის მოსმენის შედეგად ჩვენ ვნახეთ მათ შორის სასამართლოს გადაწყვეტილება და ეს არის სწორედ სამართლიანი სახელმწიფოს ნაწილი. და ამიტომ ეს ამ ნაწილს პასუხი გაეცა, რაც შეეხება მის ჯანმრთელობის საკითხს. არის მეორე საკითხი, არის ის თუ არა პოლიტიკური პატიმარი. მე მგონი ამას უკვე მე მგონი კიდე დიდი ხანია თავადვე გასცა ნაციონალურ მოძრაობამ პასუხი. ისინი აღარც კი საუბრობენ მის პოლიტპატიმრობაზე, არც მიხეილ სააკაშვილის უცხოელი მხარდამჭერები აღარ საუბრობენ ამაზე, იმიტომ რომ იმდენად ხელის გულზე დევს მისი დანაშაულები. იმდენად მასაც ხან წამოწდება ხოლმე სინანული, ხან არა, ანუ ესეც თავად გარკვეულწილად და ნაციონალურ მოძრაობასაც ხან ნანობენ, ხან არ ნანობენ, ხან ამბობს რომ ვანო მერაბიშვილმა გაეთავისუფლებინა გირგვლიანის საქმის გამო, ხანაც პირიქით ამბობენ რომ ვანო მერაბიშვილი არის ახლა პარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. აი ეს დიქოტომია რომელიც შიგნით აქვს და ეს არის ტიპიური ალბათ მახასიათებელი ან რაღაც დამნაშავის ფსიქოლოგია, როდესაც ადამიანს ჩადენილი აქვს დანაშაული, მნიშვნელობა აქვს ხალხს სისხლისამური დანაშაული, რაღაც ცუდის აქციელი და ამ ცუდის აქცielis აღიარება უჭირს და თავის თავთან არის გარკვეულწილად კონფლიქტში და ამას ხედავ ჩვენ. პოლიტპატიმარი არ არის ჯანმრთელობის კუთხით, თქვა სასამართლომ არ არსებობს არანაირი საფუძველი სამართლებრივი რომ მოხდეს გადავადება, მას შეთავაზებული აქვს ყველანაირი სერიოზი, მათ შორის შეთავაზებული აქვს ნებისმიერ ექიმი ჩამოიყვანოს, თუ არის საჭირო რომ მას გაეწიოს სხვა სახის რაიმე სამედიცინო დახმარება. ამიტომ საუბარი იმაზე რომ აქ რაღაც გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული
ფიქრობ, რომ ესეც არის სწორედ აი ცრუ არჩევანის წინაშე დაყენება. სინამდვილეში აი ეს საუბარიც კი ასეთი რომ ნუ კარგით, მაგრამ მოდით იქნებ რაღაცნაირად გამოინახოს გზა და აი ეს თუ მოხდება, აქაც სრულ არჩევანი, მაშინ ევროპული პერსპექტივა უფრო ნათელი იქნება. ეს სინამდვილეში არის არა მხოლოდ მართლმსაჯულებაში ჩარევისკენ მოწოდება, არამედ ეს არის მართლმსაჯულების გაუქმების მოთხოვნა. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა, ეს არის საქართველოს რეალობაში და კონტექსტში, ხშირად რო ვყავთ კონტექსტის სწავლა, აი ამ კონტექსტში ეს არის მართლმსაჯულების გაუქმების მოთხოვნა. და რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი სენსიტიური და მნიშვნელოვანი და ქართველი ხალხისთვის ემოციური საკითხიც არის, მათ შორის, როდესაც ხედავს ასეთ დისკუსიას, ასეთ მოწოდებებს, როდესაც პირდაპირ საქართველოს მის მოსახლეობას მოუწოდებენ გააუქმონ მართლმსაჯულება. თქვენი აზრით 12 პუნქტი შესრულებულად შეიძლება ჩაითვალოს? ეხლა ამ წუთას არ ვამბობ, ზოგადად უახლო ესპერს მომავალში. იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაზეც აქამდე ვისაუბრეთ, ხო? საერთოდ ჯამში ჩვენ ახლა ასე უნდა შევხვიდოთ ამ ჩვენს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს და სულ ახლახან გამოქვეყნდა კითხვა არის მეორე ნაწილის შეფასება და ქულებიც კი შევხედეთ ჩვენ როგორ არის და საინტერესოა სხვათა შორის ერთ შედარებას ვახსენე ამასიანს და გეტყვით საქართველოს უსწრებს მოლდოვას 2022 წლის ივნისის მდგომარეობით უსწრებს მოლდოვას 12 ქულით რაც აჩვენებს რომ ჩვენ ივნისშივე მინიმუმ მოლდოვასთან შედარებით უნდა გქონოდა კანდიდატის სტატუსი ეს ერთი არა მხოლოდ მოლდოვას უსწრებს საქართველოს ასევე უსწრებს ჩვენ სხვა კანდიდატ ქვეყნებსაც შევადარეთ ჩვენ და ბოსნიას და ჰერცეგოვინას უსწრებს რომელსაც დეკემბერში მიიღო კანდიდატის სტატუსი და უფრო მეტად უსწრებს ვიდრე მოლდოვას 15 ქულით უსწრებს მოლდოვას თუ კი შევხედავთ სხვა დანარჩენ კანდიდატებს დღეს ვინც არიან სერბეთი და ასე შემდეგ არც ერთს არ აქვს ჯამური მაქსიმალური 160 ქულიდან 100 ქულაზე მეტიც კი არ აქვს მოგროვებული, მაშინ როდესაც ჩვენ 70 გვაქვს, ხომ დაახლოებით. რისი თქმა მინდა, ევროკავშირის ინტეგრაცია ეს არის პროცესი. ჩვენ 12-ვე პუნქტი 100% დღეს კი არ უნდა გქონდეს. ჩვენ ასოცირების შეთანხმება 100% დღეს კი არ უნდა გქონდეს. ჩვენთვის მთავარი არის რომ ეს იყოს პროცესი, სადაც ეს პროგრესი ჩანს. ამიტომ ევროკავშირიც ასე აფასებს, მათ შორის საუბრებშიც ასე ამობენ, რომ მთავარი არის ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით გამოჩნდეს სვლა, გამოჩნდეს მათ შორის პროგრესი და ეს იქნება შეფასებული. აქ არ არის აუცილებელი 100%-იანი შეფასება. მათ შორის სხვათა შორის ჩვენგან განსხვავებით, მაგალითად იგივე მოლდოვას ერთ-ერთ რეკომენდაციას აქვს საჯარო სამსახურის რეფორმა. ეს საქართველოს 2017 წელს განახორციელა წარმატებით. ხა ის რომ საჯარო სამსახურის რეფორმა არ გახორციელდება რამდენიმე თვეში, ამას ხვდება ევროკავშირიც და ამას ხვდება მოლდოვაც. რა თქმა უნდა, ისინი ამას 100% შესრულებას ვერ შეძლებენ. აქ თავარია პროცესის ჩვენება და ამ პროცესს ჩვენ უკვე ნაჩვენები გვაქვს, იმიტომ რომ ძირითადი საკითხები რაც არის იქ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ჩვენი მხრიდან ვფიქრობთ, რომ ვუპასუხეთ იმ რეკომენდაციებს და პრიორიტეტებს, რომელიც იყო დასახული, მაგალითად საარჩევნო რეფორმას პარლამენტში არ არსებობს პარტია და პოლიტიკოსი, რომელიც წუნს მოუძებნის დღეს იმ საარჩევნო ცვლილებებს და კოდექსს, რომელიც ჩვენ გვაქვს, აღარ არსებობს. გვესმის ჩვენ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის სამწუხაროდ კიდევ ერთხელ მიკერძოებული კრიტიკა. პარტიები, ვინც ამაში ყველაზე კრიტიკულები არიან, ხო, მათ ეხება საბოლოო ჯამში, არ არსებობს არც ერთი დეპუტატი პარლამენტში, რომელიც იქნება კრიტიკულად განწყობილი საარჩევნო რეფორმის მიმართ, გენდერული საკითხები, სხვა საკითხები, ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით საკითხები და ესე ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ. არის საკითხები, რომელსაც საგაზაფხულო სესიაზე კიდე მიუბრუნდებით, ომბუდსმენთან დაკავშირებითაც მე კიდე ერთხელ დაწუნებული ვარ. თუკი იმიტომ ნაციონალურ მოძრაობისგან გამომდინარე მე არ მაქვს დიდი იმედი რომ ისინი მიიღებენ მონაწილეობას ამ გადაწყვეტილებაში, მაგრამ სხვა პარტიებს მნიშვნელოვანია გაიაზრონ საკუთარი პასუხისმგებლობა ამ მრჩევლის წინაშე და ამ პასუხისმგებლობით ითანამშრომლონ, რათა მოუძებნოთ ეს კვალიფიციური უმრავლესობა. ბატონო, ერთი საკითხია პატარა პარტიებს ბევრი ვისაუბრეთ, მაგრამ იმისთვის რომ ეს პატარა პარტიები მომავალშიც არსებობდნენ, მოდი ეს არ ვიცი. ზოგადად არ არის ტრაგიკული მდგომარეობა, როდესაც რამდენიმე პარტია შეიძლება გაერთიანდეს და გამსხვილდეს და რაღაც ასე მოიქცეს. ეს არ წარმოადგენს ტრაგედიას, თუმცა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მდგომარეობისთვის ისევ და ისევ ამ პარტიების, ასე ვთქვათ, მიკედლება ან ერთთან მეორე მხარეს დატოვებს ისევ ამ დიქოტომიას, ხო, რომელზეც ამდენი ხანია ვსაუბრობთ, რაც, ну, არ ვიცი, ეჭვი მაქვს, რომ არც თქვენ არ უნდა მოგწონდეთ, მაგრამ მოცემულობა ასეთია.
შესაბამისად ერთი საკითხი, რომელიც სერიოზულ პრობლემას შეიძლება წარმოადგენდეს პატარა პარტიების, ზოგიერთი მათგანი ცდილობს, რომ ვითომ არ აღიაროს და თქვას, რომ აქვს დამოუკიდებელი რესურსი ეს პრობლემა დაძლიოს, ეს არის ბარიერის საკითხი, რომელიც გათვალისწინებული იყო საკონსტიტუციო ცვლილებების, რომელიც შეჩერებულია ამ წუთას. მით უმეტეს ნაციონალური მოძრაობის, ასე ვთქვათ, საპარლამენტო საქმიანობაში ჩაურთმეულობის პირობებში კიდევ უფრო რთული ხდება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ამ პარლამენტის მიერ. როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება მომავალში განვითარდეს პროცესი და თუნდაც დაძლეული იყოს ეს თქვათ ეს პოლარიზაცია ნაციონალური მოძრაობასთან დაპირისპირება და პატარა პარტიებს მართლაც მიეცეთ შესაძლებლობა, რომ ისინი პოლიტიკაში დარჩნენ. ერთადერთი გზა ეს არის გაძლიერება მათი, ან მარტო, ან გამსხვილებით უნდა გაძლიერდნენ. აქ სხვა გამოსავალი მე არ მესახება, ვინაიდან დაბალი ბარიერის, როგორც პრივილეგიის მიღება ეს ყოველ ჯერზე, ეს ზოგადად დემოკრატიას ხელს არ უწყობს. და რატომ? დაბალი ბარიერი 2020-ში იყო წარმოსახული ისე, თითქოს ამას უნდა უზრუნველყო პლურალიზმი, უფრო მეტი პლურალიზმი და მრავალფეროვნება პარლამენტში. საბოლოო ჯამში, განსაკუთრებით პირველ ეტაპზე ჩვენ მივიღეთ 2020 წლის არჩევნების შემდეგ და ბოიკოტის შედეგად, ჩვენ მივიღეთ არა ბევრი პარტია, ასე ვთქვათ, არამედ ნაციონალური მოძრაობა ბევრი სახით. ასე ვთქვათ, დანაწევრებული ნაციონალური მოძრაობა, ანუ ერთ ნარატივზე, ერთ დღისწესრიგზე მყოფი ბევრი პარტია. რამაც კიდევ უფრო გაართულა ჩვენი მდგომარეობა, გულისხმობ ქართულ დემოკრატიას და ამიტომ ეს მან მოგცა უკუშედეგი, ვიდრე ის რაც იყო წარმოსახული თითქოს ეს მრავალფეროვნება გარკვეულწილად ნაციონალური მოძრაობის ჰეგემონიას ოპოზიციურ ფრანგზე შეასუსტებდა ან დაასრულებდა. ამიტომ ეს არ არის გამოსავალი. ჩვენივე ისტორიამ გვაჩვენა, რომ დაბალი ბარიერი არ არის გამოსავალი, თუ კი ვსაუბრობთ ჩვენ ოპოზიციაში ერთი ძლიერი და ამავე დროს რადიკალური ჯგუფის საპირწონეს შექმნაზე. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი ეს არის, რომ ოპოზიციამ, იმ სხვა პარტიებმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაემიჯნონ ნაციონალურ მოძრაობას. არა ისე, რომ რაღაც რამდენიმე კვირიან არდადეგებს აიღებენ ხოლმე ნაციონალური მოძრაობისგან და მე ისე უბრუნდებიან მას, არამედ უნდა ერთხელ და სამუდამოდ გაემიჯნონ, მათ რაც ვთავაზობ, მათ დღისწესრიგს გაემიჯნონ, ქონდეთ საკუთარი დღისწესრიგი და ასე შეეცადონ, რომ მოიპოვონ მხარდაჭერა. ამიტომ კიდევ ერთხელ ჩემი პირადი პოზიციაც არის ამ დაბალ ბარიერს რაც შეეხება, რაც უფრო დრო გადის და მით უმეტეს უახლოვდებით არჩევნებს, ეს იქნებოდა ერთის მხრივ არასაჭირო პრივილეგია და მეორეს მხრივ წახალისება უმოქმედობის, თავად ოპოზიციის უმოქმედების წახალისება, თქვენ არაფერი არ გააკეთოთ, თქვენ არ იზრუნოთ თქვენი ელექტრონის გაზის და თქვენ დაჯილდოვდებით იმით, რომ სულ მცირე მხარდაჭერითაც მარგინალური პარტიის სახით მაინც მოხვდებით პარლამენტში და იქ ამ ფრაგმენტაციით შექმნით პირიქით პრობლემას დემოკრატიისთვის. ბოლოს რომ დავასრულოთ ჩვენი საუბარი, ქართული ოცნება ისევ იქ მინდა რომ დავბრუნდეთ რაღაცნაირად. რამეს გააკეთებს იმისთვის, რომ დაასრულოს ეს დიქოტომია და მეტიც ესე ვთქვათ, დაასრულოს ნაციონალური მოძრაობა, ოღონდ არა იმ გაგებებით, რომელიც ჩვენში ჩვეულია ხოლმე, ხო, ანუ რაღაც დავასრულებთ თითქოს ფიზიკურ განადგურებასთან არის ასოცირებული, ამას აბსოლუტურად არ გულისხმობ, ხო? დასრულება ამ შემთხვევაში არის ერთის მხრივ მემკვიდრეობის დასრულება, რომელიც არსებობს ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებაში და ის ბევრი მიმართულებით შეიძლება უბრალოდ გრძელი საუბარი აღარ შევყვები ამ ყველაფერს. და მეორეს მხრივ როგორც ნარატივის დასრულება, ხო, ნაციონალური მოძრაობის როგორც ნარატივის დასრულება, ხო, მათ შორის როგორც საფრთხობელას ნარატივის დასრულება და სხვადასხვა პერსპექტივით, ანუ ამოვარდეს ის მაგალითად დღის წესრიგის პროცესიდან, იმიტომ რომ მას მეტი ყურადღება არ დაეთმოს და სხვა დღის წესრიგი შემოგთავაზოს ქართულმა ოცნებამ, რომელსაც განიხილავს სხვა პარტიებთან. დიახ, აი სწორედ ბრძანეთ, რომ თუ კი ვსაუბრობთ და საერთო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ სუსტი ნაციონალური მოძრაობა ნიშნავს ძლიერ ქართულ დემოკრატიას. ამიტომ ეს არის უკვე აქსიომა, რასაც უყურებთ. რა მომენტში სუსტდება ნაციონალური მოძრაობა, იმ მომენტში ძლიერდება ქართული დემოკრატია და მათ შორის გულისხმობ პარტიულ მრავალფეროვნებასაც. ამიტომ და გზა ნაციონალური მოძრაობის დასუსტებისა, ერთადერთი გზა ეს არის მისი ნარატივის დასუსტების ან დასრულების. და ამაში სულად გეთანხმებით თქვენ. რა არის ნარატივი ნაციონალური მოძრაობის ბოლო 10 წლის განმავლობაში? მათ აქვთ ერთი ნარატივი. ეს არის მათი მმართველობის გაფეთიშება, გაღმერთება და შესაბამისად ლიდერის და მათ შემდეგ არსებული მმართველობის მიუღებლობა და დელეგიტიმაცია. ეს არის ორი
საყრდენი, რაზეც დგას ნაციონალური მოძრაობა, რომ მიხეილ სააკაშვილი როგორც ასე ვთქვათ გარკვეული კულტი ასე ვთქვათ და რომ ის არის მთავარი გადაწყვეტილის მიღება და თითქოს აი მის გარშემო მას შეუძლია მხოლოდ სწორი გადაწყვეტილის მიღება და მათი მართლობა იყო ერთადერთი სწორი, ერთი ეს და მეორე მას შემდეგ არსებული მართლობას მიუღებლობა და დელეგიტიმაცია. ამ ნარატივში არის სწორედ რომ ჯდება ხოლმე მცირე ოპოზიცია ან ერთში ან მეორეში ან ორივეში უფრო ადვილად მეორეში რაც გულისხმობს მიუღებლობას ხელისუფლებას, რაც დელეგიტიმაციას ფაქტობრივად არ აღიარებას, დემოკრატიული ინსტიტუტების არ აღიარებას, არჩევნების, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა ბოლო 10 წლის განმავლობაში 9 არჩევნები კი წააგო, მაგრამ არც ერთი წაგება სინამდვილეში მათ არ უღიარებიათ. დღესაც ისინი დღეს ბოიკოტი გამოაცხადეს მანდატებს არ ვთმობთო, კი არიან პარლამენტში, მაგრამ ისინი არ აღიარებენ, რომ ისინი არიან უმცირესობაში, რომ მათ ხალხმა ჩამოართვა სახელმწიფო მანდატი. ამიტომ ნარატივის დასრულება, ნაციონალური მოძრაობის დასრულება თუ დასუსტება გულისხმობს მისი ნარატივის დასრულება, ხოლო მისი ნარატივის დასრულება გულისხმობს მათი მართლობის, ასე ვთქვათ, მართლობის მიმართ კაფიო პოზიციის ჩამოყალიბებას იმ რეჟიმის არადემოკრატიული სისტემის მიმართ, რომელიც არსებობა და რაც შეეხება მათ შორის დღევანდელ ხელისუფლებას თუ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ან იმ დემოკრატიულ ინსტიტუტების, პარლამენტის, მთავრობის და ასე შემდეგ აღიარებას. რა მომენტშიც აი ეს ხდება და ჩემი დაკვირვება არის ემპირიული თუ გნებავთ, როდესაც ვატყობ, რა მომენტშიც ოპოზიციის წარმომადგენლები აღიარებენ ხელისუფლების ლეგიტიმაციას, აღიარებენ რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის, რომ დღეს ხელისუფლებაში უნდა იყოს ქართული ოცნება და ის გადანაწილება პარლამენტში რაც არის ოპოზიციის პლანზე, რა მომენტშიც აღიარებენ იმას, რომ ანუ ასე ვთქვათ, უარყოფენ ნაციონალური მოძრაობის ნარატივს მიხეილ სააკაშვილთან, მის ხელისუფლებასთან, პოლიტპატიმრობასთან და ასე შემდეგ, აი ზუსტად იმ მომენტში ხდება დასრულება. თუმცა ამ შემთხვევაში მე ქართული ოცნების პასუხისგებლობასაც გულისხმობდი ნარატივის დასრულებაში. ანუ ეს ნარატივი, რომ ერთადერთი ალტერნატივა ხშირად წარმოდგენილია, რომ ქართული ოცნებისა არის ნაციონალური მოძრაობა, თუ ქართული ოცნება არ იქნება, დაბრუნდება ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ყველაფერს დაანგრევს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ამას შესაძლოა ობიექტური ნაწილი კონდეს, ცხადია, მაგრამ აი ეს რაღაცა თვალსაზრისით პერსონალურად არავის არ გულისხმობ ქართულ ოცნებაში, ზოგადად ქართულ ოცნებას გულისხმობ, რომელიც შეყვა ამ ნარატივს და ეს კომფორტი მოირგო, რომელზეც წეღან ვისაუბრეთ, ხო? მე მესმის, რომ ქართულ ოცნებას ამ შემთხვევაში ვთხოვ, იყოს კეთილი პოლიტიკური ძალა, რაც არ ხდება ხოლმე, ხო? ის ჩვეულებრივი პოლიტიკური ძალაა, როგორც ბევრი სხვა, ხო? ის ძალა უფლებისთვის იბრძვის და ეს ნორმალურია და ასე შემდეგ, მაგრამ ხო არ შეიძლება ახლა მივიღოთ კეთილი პოლიტიკური ძალა, რომელიც ადგება და დემოკრატიისთვის, ამ პროცესისთვის გაიღებს იმაზე მეც, ვიდრე ზოგადად ნორმა არ ხოლმე რომ გაიღოს ძალაუფლებაში მყოფმა პარტიამ. ჩვენ ესე არ უნდა წარმოვიდგინოთ თითქოს თქვათ ქართული ოცნება ხელოვნურად ქმნის საფრთხებელას ნაციონალური მოძრაობისგან. ჩვენ ეს საფრთხე არის, ეს რეალური საფრთხე არის, რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნას. ჩვენ ხედავთ რომ ერთი რა სისტემა შექმნეს მათ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში და ხედავთ ოპოზიციაში როგორ მოქმედებენ, მათ შორის ჩვენ გუში ვნახეთ, ოჯახში მივარდნები პირდაპირ. ეს ის მეთოდებია, რაც მათ ჰქონდათ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, ეხლა ოპოზიციაში არიან, უბრალოდ მათ არ აქვს სახელისუფლებო ბერკეტები, რომ ეს ძალადობრივი, ასე ვთქვათ, მათი მიზნები განახორციელონ. რა მომენტშიც 1 გრამ ძალაუფლებასაც კი მიიღებენ და ვნახეთ ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მაგალითზე, იქ როგორ დაიწყო პირდაპირ რეპრესიები საბავშვო ბაღებში მათ შორის, რა მომენტშიც კი ერთ მისხალ ძალაუფლებას მიიღებენ, რა თქმა უნდა ამ ძალაუფლებას განახორციელებენ და ეს საფრთხე ჯერ აცილებული არ არის სწორედ იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობა სამწუხაროდ პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც საქართველოში ჩამოაყალიბა ადამიანის ჩაგვრაზე დაფუძნებული სისტემა, ოფიციალურად ეს სისტემა იყო ჩამოყალიბებული და აღიარებენ კიდევაც, მათ შორის ღიათაც კი ამბობენ, ის ციხეების სისტემა, სწორედ ამას ეს დისციპლინა, წესრიგი, რომელიც იყო დამყარებული ადამიანის ჩაგვრაზე და დათქმაზე, ამ პარტიას რომ დღესაც კი აქვს 20-დან 30%-მდე ასე ვთქვათ, ხმებს იღებს არჩევნებზე, ეს რა თქმა უნდა ქართული დემოკრატიის პრობლემაა, მაგრამ კიდევ უფრო მეტი პრობლემა სწორედ აი ამას ვამბობ, პატარა პარტიებს გულისხმობ, რომ ნაცვლად იმისა, რომ მათ კაფიო პოზიციით მოიპოვონ მხარდაჭერა, ეს ცდუნება მათ იმიტომ აქვს, ისინი ცდილობენ იპარაზიტონ ნაციონალური მოძრაობის ხმებზე, ფიქრობენ რაღაცაერად, რახან იქ არის
კონსოლიდირებული გარკვეული რაოდენობა ამორჩევლების იქნებ იქიდან წამოიღონ ხმები და ყოველ ჯერზე უშვებენ აი ამ შეცდომას და მარგინალიზდება საბოლოო ჯამში არიან გარკვეულწილად ღამურის პოზიციაში ისინი კარგავენ თავის ამორჩეველსაც და ვერც ახალ ამორჩეველს იღებენ. კი ბატონო, მადლობა ბატონო ჩალო რომ იყავით ჩვენი სტუმარი. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. თქვენს გემშვიდობებით, ღამემშვიდობის შევხვდებით ერთმანეთს უკვე მომავალ სამშაბათს. კარგად გრძნობთ.